დილა მშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ბრიტანელ დიპლომატ საგარეო უწყებაში დღეს ელოდებიან. ოფიციალური თბილისი მისგან იმედის და პოზიტივის დასანქცირების გადაწყვეტილების თაობაზე ითხოვს ახსნა განმარტებას და ახსნა განმარტებასთან ერთად ხელისუფლება ითხოვს მტკიცებულებებსაც. არსებობს თუ არა ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების კონკრეტული მიზეზები და რა საფუძველი შეიძლება ქონდეს ბრიტანეთის მთავრობის მიმართ ბრალდებას, რომლის საქართველოში სიტყვის თავისუფლებაში ერევა. დღეს ამით დავიწყებთ. ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი და დიპლომატი ზუსტად 60 წამში შემოგვიერთდება. იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. ცნობისთვის რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს იმედსა და პოზიტივის სანქციები დაუწესა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ. მიზანი ბირთვული დავის მოგვარება და ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი დარტყმების თავიდანაცილებაა. როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ირანის პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ამჯობინებს, თუმცა თეირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს. უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები იმართება. მხარეებს შორის შეხვედრა ჟენევაში დაიწყება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამხრივი შეხვედრა სავარაუდოდ მარტის დასაწყისში შედგება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენ ჩვენს პირველ სტუმარს, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ვალერი და მადლობა რომ გვესთ. ბატონ ვალერ, დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოდით ამით დავიწყოთ. გარეთ უორდი საგარეო უწყებაში დღეს უნდა მივიდეს. ბრიტანეთის ელჩს მოუწევს ახსნა კონკრეტულად რა ფაქტებს ეფუძნება და რა ფაქტების გათვალისწინებით იქნა მიღებული ორი ქართული ტელეკომპანიის იმედის და პოზიტივის დასანქცირების გადაწყვეტილება. იქამდე კი ვიდრე ბრიტანეთი კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს, მათი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფასდება როგორც ასე ვთქვათ ჩარევა საქართველოში სიტყვის თავისუფლებაში. გვითხარით თქვენი პოზიცია შექმნილ ვითარებაში საჭირო იყო თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება გულისხმობს სწორედ ელჩის დაბარებას და რამდენად მართალია ოფიციალური თბილისი, როცა ითხოვს ფაქტებს. მე ვფიქრობ, ეს არის მის ნიშანი ელჩის დაბარება, რომ ქართულ ოცნებას რეალურად აწუხებს შექმნილი ვითარება. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც რიგითი მოვლენა, ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც შეუქმნის პრობლემას პრინციპში არა მხოლოდ იმედს და პოზიტივის, არამედ მათთან ასოცირებულ მთელ რიგ იურიდიულ პირებს. და რაც შეეხება იმას, რომ მოითხოვენ განმარტებებს, ეს მე ვფიქრობ ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული თვითონ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. ძირითადად პრეტენზიები ამ ორი ტელეკომპანიის მიმართ იყო დაკავშირებული დეზინფორმაციულ პოლიტიკასთან, უკრაინის ომთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით ამ ომთან და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ თუ მოსთხოვეს რაღაც დამატებითი არგუმენტები ბრიტანეთის ელჩს, მან შეიძლება თქვათ გაიხსენოს ცნობილი ნარატივები ქართული ოცნების ევროპული და გლობალური ომის პარტიებთან დაკავშირებით, deep state-თან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ დღევანდელ შეხვედრაზე არა რაღაც მკაცრი დიდაქტიკური ტონით მოითხოვენ ბატონი გარეთ უორდისგან ახსნა განმარტებებს, არამედ შეეცდებიან რაღაც ასე ვთქვათ ხიდების ჩამოყალიბებას, რაღაც საკომუნიკაციო არხის აღდგენას, საიმისოთ რომ მოხდეს მოლაპარაკება, რა პირობებზე შეიძლება ეს სანქციები გაუქმდეს. მე ვფიქრობ, ეს უფრო კონსტრუქციული მიდგომა იქნება, თორემ ასე ვთქვათ, ვერანაირია პრეტენზიების წაყენებით და რაღაც ხმამაღალი განცხადებებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას
საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეცვლის. უნდა იყოს რაღაცა კონსტრუქციულ ჩარჩოში ურთიერთობების განვითარების მოლოდინი, იმიტომ რომ გაბრაზებული ჩანს, ძალიან გაბრაზებული ჩანს ქართული ოცნება და მეტიც ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადებები აჩენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქართული ოცნება საგარეო უწყებაში მხოლოდ ბრიტანეთის ელჩის დაბარებით შესაძლოა არ შემოიფარგლოს და ვიცი ბრიტანეთის საპასუხოდ რაღაც უფრო ესეთი მძიმე საპასუხო ნაბიჯები იქნას გადადგმული. ჩანს თუ არა კონტურები, რომ ოცნების გაბრაზება ბრიტანეთთან მიმართებაში კონკრეტულ გაწყვეტილებაში შეიძლება გადაიზარდოს და თუ კი ეს ასე მოხდება, რისი გაკეთება შეუძლია ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის მისი საპასუხო ასე ვთქვათ დარტყმა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში იყოს მტკივნეული. ხო, ну, მე ემოციურად მესმის მე ეს გაბრაზება, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც დიდ პრობლემებს შეუქმნის როგორც იმედს, ასევე პოზიტივის და არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ჰოლდინგებს, განსაკუთრებით იმედის ჰოლდინგს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე უბრალოდ მინდა ურჩიო ქართულ ოცნებას, რომ ეხლა ასეთ ჩხუბი და პრეტენზიები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ვერაფერს ვერ მიაღწევენ. საპასუხო ნაბიჯები რა შეიძლება გადაიდგას? შეიძლება დაასანქციონონ მაგალითად BBC ან რომელიმე სხვა არხი, ასე ვთქვათ, რაღაც მიზეზით ან ეს ახსნან რაღაც ნაცვალგების პრინციპის მოქმედებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება სერიოზული გადაწყვეტილება და მე ურჩევდი მაინც რომ შეეცადოს ქართული ოცნება და ამ შეხვედრაზე შეიძლება ეს მოხდეს თუ იქნება ამისი ნება რომ შეეცადონ ამ რაღაც რთული სიტუაციის განმუხტვას შეეცადონ მაგრამ გეთანხმებით იმაში რომ არანაირი ნიშანი ჯერ იმისა არ ჩანს რომ რაღაც კომპრომისებისკენ ხო ჩვენი რეაქცია უნდა მოყვეს ამ გადაწყვეტილებას რომ ასეთი განცხადებები გვესმის ქართული ოცნების პირველი პირების მხრიდან ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი რომ იქ შესაძლოა რაღაც კონკრეტულ ნაბიჯზე იფიქროს ქართულმა ოცნებამ ამ კონტექსტში კიდევ ერთს გკითხავთ აი თეორიულად რამდენად შეიძლება იყოს შანსი იმის, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩის, მაგალითად დიდი ბრიტანეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება იქნოს ქვეყნიდან მიღებული, მით უფრო რომ ძალიან არ მოსწონს ბრიტანელი დიპლომატის პოზიციონერება ქართულ ოცნებას, ისე როგორც არ მოწონს გერმანიის ელჩი იქნება, ეს ესტონეთის ელჩიც დაემატა ახლა და იგივე მთლიანად ევროკავშირის ელჩთან მიმართებაშიც აქვს არაერთი პრეტენზია და შენიშვნა ქართულ ოცნებას. ხო, აი რამდენად მაღალი გონია ამ შანსი იმის, რომ ქართული ოცნება ელჩების, ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებამდე მივიდეს და თუ კი ეს მაინც ასე მოხდება ბატონ ვალერი აი რა ასახვა შეიძლება ამ პოს ქართული ოცნებისა და ევროპის ურთიერთობას არა ამას სრულიად გამოვრიცხავ ამისთან უგუნურ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის ელჩის მიმართ სხვათა შორის თქვენ ჩამოთვალეთ და ყველაზე დიდ მტრად ახლა მიიჩნევა რატომღაც გერმანიის ელჩი და მის მიმართაც არ არის ამისთან განწყობები და ეს კიდევ კარგი რომ ეს ასეა, ხო? მე მაგას სრულიად გამოვრიცხავ. ეს ჩიხში შეიყვანს ისედაც უკიდურესად დაბალ ნიშნულზე არსებულ ჩვენ ურთიერთობებს ევროპელებთან და ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთთან, მინდა გაგახსენოთ, რომ დიდი ბრიტანეთი არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე. ის მე სხვათა შორის წინააღმდეგი ვიყავ დიდი ბრიტანეთის გამოსვლის ევროკავშირიდან, მაგრამ ეხლა ჩანს რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან დამოუკიდებლად, ძალიან თანმიმდევრულად მოქმედებს საერთაშორისო არენაზე და ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს. მე აქ გულისხმობ არა მხოლოდ მის მოქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ელიტები რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ მიდგომა უკრაინის მხარდაჭერის და სოლიდარობის მიმართ არის ძალიან თანმიმდევრული. დიდი ბრიტანეთის და აქვე დიდი ბრიტანეთი ასრულებს ძალიან სერიოზულ როლს, როგორც მეკავშირე და დამაკავშირებელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპელებს შორის. ეს ძალიან სერიოზული როლი. ამიტომ ეხლა აქ რაღაც წყენები, რაღაც საპასუხო ზომები და რაღაცა, ეხლა უნდა რეალურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები ამასთან დაკავშირებით. ამას ჯობს რომ გაანალიზდეს ის პრობლემები, რის გამოც დასანქცირდა იმედი და პოზიტივი და რაღაც მიეცეს დაპირებები ან რაღაც გამოითქვას რაღაც დატყოფნა კომპრომისების მოძებნის თვალსაზრისით, რაცა მომავალში ვთქვათ გარკვეული ნაბიჯების გადათმის შემდეგ ეს სანქციები იქნოს მოხსნილი. ისი თეორიული შესაძლებლობა არის კიდევაც. ოღონდ ამას უნდა ძალიან კონკრეტული
ხედვების და ქმედებით. აი რა შეიძლება ბრიტანეთმა მოითხოვოს სანქციების ანულირების ესე ვთქვათ წინაპირობად. Ну, მყისიერად ეს ვერ მოხდება, მაგრამ, უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მაგალითად რიტორიკა აქ ცნობილია ამ გლობალური ომის პარტიის და რაღაც დადანაშაულება დიდი ბრიტანეთის, რომ ის აღვივებს ომს და ხელს არ უწყობს მშვიდობას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის წყარო ამ სად გენერირდება ეს საფრთხეები ევროპის და სხვათა შორის საქართველოს მიმართაც. ეს არის მოსკოვი, ხო? იმიტომ რომ სად არის დღეს საომარი მოქმედებები სად ხდება? უკრაინის ტერიტორიაზე, ხო, რომელიც არის სუვერენული ქვეყანა თავისი ტერიტორიული თვლიანობით და საერთაშორისო აღიარებული საზღვრებით. ჯერ ეს ამის შეცვლა და შემდეგ, აი საერთოდ დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ, რომელთა გამოც ეს მოხდა და ეს ძალიან კარგად და ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, მაგრამ აი ეს კითხვა, რომელიც თქვენ დამისვით, რა უნდა გაკეთდეს საიმისოთ, რომ ეს სანქციები მოიხსნას, აი ზუსტად ეს კითხვა უნდა დაუსვან ბატონ ელს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბატონ ვალერ, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში ქართული ოცნების რიტორიკას, ისე როგორც ზოგადად ევროპელ ელჩებთან დაკავშირებით ოცნების ლიდერების შეფასებებს ჩვენ ისევ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ მართო პარტიას სხვა არაერთი პრეტენზიაც აქვს მათ მიმართ რა პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხიც მინდა რომ გავშალოთ დღევანდელ გადაცემაში, თუმცა იქამდე უშუალოდ იმედის და პოზიტივის დასანქცირებაზე განვაგრძოთ საუბარი და მოდით ახლა შევაფასოთ განცხადება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას მხრიდან მოვისმინეთ და აი გავახსენოთ მაყურებლებს რას ამბობს ამ საკითხზე ნათია თურნავა. ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ კი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ციტატის დასასრული. აი მოდით პირველ რიგში სახალხო ენაზე ავუხსნათ მაყურებლებს, რას ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავას განცხადება. არის თუ არა ქართული ბანკებისადმი მოწოდება, რომ მათ ბრიტანული სანქციები არ აღასრულონ. შეიძლება ეს ირიბად შეფასდეს როგორც ასეთი მოწოდება, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონ ნათია თურნავა მართალია იმაში, როდესაც ამბობს, რომ ეს ბანკები არიან იურიდიული პირები, რეგისტრირებულები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მაგრამ სიმართლე ასევე იმაშიც არის, რომ ნებისმიერი ბანკი, მით უმეტეს დიდი ბანკი, არის გლობალური მოთამაშე. ვის სჭირდება მაგალითად ბანკი, რომელსაც არ შეუძლია საზღვარგარეთ გადარიცხვების წარმოება. ეს წარმოუდგენელია საერთოდ და ეხლა აი ამ გადაწყვეტილებით, ესე იგი, ეს მოქმედებების ველი ჩვენი ბანკების განსაკუთრებით გარკვეულწილად დაინაღმა. და ეროვნული ბანკის ფუნქცია არის, რომ დაეხმაროს ბანკებს გაიაროს ეს ველი ისე, რომ არავითარი ექსცესი და არავითარი ფინანსური რაღაც აფეთქება არ მოხდეს, რაც დააზიანებს ბანკებს და შესაბამისად დააზიანებს საქართველოს ეკონომიკასაც მათ შორის. ეხლა პირველ რიგში მე მაქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი უმსხვილესი სისტემური ბანკი, რომლებიც არიან ნომინირებული ლონდონის ბირჟაზე და შესაბამისად, ესე იგი, ამ ბანკების მიმართ შექმნილი ნებისმიერი პრობლემა იქნება სისტემური ხასიათი და ძალიან სერიოზულად დაარტყამს არა მხოლოდ ბანკებს, არამედ მთლიანად მთელ ეკონომიკას. და მე ვფიქრობ, ბანკებმა ძალიან კარგად იციან, როგორ მოიქცენ ამ ვითარებაში და ამას გააკეთებენ. სხვათა შორის გლობალური მოთამაშეები რო არიან ეს ბანკები. თუმცა ჯერ უნდა ვთქვათ ისიც, რომ პოზიცია როგორ მოიქცევიან, ღიად ყოველ შემთხვევაში არ დაუფიქსირებიათ. არ დაუფიქსირებენ, მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ბანკების მოქმედების ზოგადად ფილოსოფიიდან გამომდინარე არის და სტრატეგიული, ანუ ვთქვათ, გლობალური მოთამაშეები რო არიან, სხვათა შორის იმითაც დადასტურდა, რომ გუშინ შედგა სტრატეგიული პრეზენტაცია მომავალი გეგმების TBC-ის ნიუ-იორკში. ამიტომ ბანკები თავის გზას ნახავენ. ეხლა პრინციპში ეს მართლა ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის იმედს და პოზიტივის, იმიტომ რომ შეექმნებათ პრობლემები რეკლამის მოზიდვასთან დაკავშირებით და ასე, ბევრი სხვადასხვა პრობლემა. მე ვფიქრობ, აი ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა იყოს ახლა ორიენტირებული, როგორც ეს ორი
იურიდიული პირი დასანქცირებული, ასევე ეროვნული ბანკი და შესაბამისად ჩვენ ძალიან წიგნიერად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამ სანქციებმა არ გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, კასკადური ეფექტი მთლიანად ეკონომიკაში და განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ორი მთავარი სისტემური ბანკის ავტორიტეტს და რეპუტაციას. მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებში. პატოვალარ, მოდით მივუბრუნდეთ ისევ ევროპელ ელჩებს და ახლა უკვე ვისაუბროთ მათ მიმართ ქართული ოცნების პრეტენზიებზე კიდევ ერთი საკითხის კონტექსტში. ამჯერად საქმე ეხება იმას, რა პოზიცია უნდა გქონდეს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში, იმის გამო, რომ ეს სახელმწიფო 4 წლის წინ შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო, ასე ვთქვათ, გახსნა ცეცხლი დაიწყო ომი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ერთ-ერთი message box-ი, რაც საზოგადოებამ იცის, რომ ქართულ ოცნებას აქვს მას შემდეგ, რაც სწორედ ომი გაჩაღდა უკრაინაში, არის ის, რომ საქართველო განიხილებოდა მეორე ფრონტის, ასე ვთქვათ, პლაცდარმად, რა კუთხითაც ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორც მმართველი პარტია ამტკიცებს, განიცდიდა და ამ დრომდე განიცდის სერიოზულ ზეწოლას. ახლა ამ ბრალდებას კი უარყოფენ ევროპული სახელმწიფოები და მათ შორის უშუალოდ საქართველოში წარმოდგენილი ევროპელი ელჩები, თუმცა აი ქართულ ოცნებაში გუშინაც ითქვა, რომ მათი განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა და ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. აი მოდით თავი დავანებოთ განცხადებებს, რომელიც როგორც ერთი ისე მეორე მხარის მხრიდან კეთდება და შევხედოთ ფაქტებს. აი თქვენი აზრით რას ამბობს თვითონ ფაქტი? ხო. ნუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების ნარატივებში იკითხება ის, რომ მათ სურთ დაყონ ელჩების პოზიცია და შესაბამისი დედაქალაქების პოზიცია. ისე მინდა ხაზი გაუსვა ამ ძალიან მარტივ გარემოებას, ვინც ცოტაოდენ მაინც არის გარკვეული დიპლომატიაში, ძალიან კარგად იცის, რომ ელჩს არ აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ელჩი არის დედაქალაქში ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გამტარებელი ფიგურა იმ ქვეყანაში, სადაც წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და თუ მან ეს ინსტრუქციები და ეს რეკომენდაციები არ შეასრულა, ის შესაბამისად დაისჯება. ეს ძალიან მარტივი 2x2 და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ახლა მეორე, რომ მოუწოდებდნენ საქართველოს მეორე, აი რა ღირებულება ექნებოდა საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის რუსული სამხედრო ბაზები და ჩვენ მიერ რაღაც თეორიულად გამოცხადება რაღაც მეორე ფრონტის 2-3 დღეში დასრულდებოდა. და არავითარ შედეგს არ მისცემდა არც უკრაინას, არც დანარჩენ. ამიტომ მე არ მსმენი, მე მაქვს ურთიერთობები ყველა ელჩთან პრაქტიკულად. არც ერთ კონტექსტში არასდროს არავის არ უხსენებია ის, რომ აი საქართველოს ხო, თუმცა ბატონვალე, რაიშალო პაპუაშვილმა 2 დღის წინ იმის სადემონსტრაციოდ, რომ სწორედ ამას ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას და შესაბამისად მეორე ფრონტის გახსნას, რუსეთთან ესკალაციის გაზრდას, 2 დღის წინ, ასე ვთქვათ, საჯაროდ გამოიტანა და გაარჩია ევროკავშირის ელჩის მიერ იმ დღეს გაკეთებული განცხადება, საუბარია განცხადებაზე, რომელშიც პაվել ჰელჩინსკი ამბობს ასეთ რამეს: ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა ყველა პირდაპირი ფრენა რუსეთთან, შევზღუდეთ რუსი მოქალაქეების ევროკავშირში შემოსვლა, საკუთარი ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის გადახდის სანაცვლოდ შევამცირეთ რუსეთთან ვაჭრობა, ამ ფონზე კი საქართველო ფართოდ უხსნის კარს რუს ტურისტებსა და ბიზნესს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაიზარდოს, ხო? აი სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქართული ოცნების ლიდერშიპი, ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილი, რომ ხო, რუსეთთან ესკალაციამდე მიიყვანდა საქართველოს მოთხოვნა იმისა, რომ მის მიმართ, რუსეთის მიმართ დაგვეწესებინა სანქციები. აი მართლაც როგორ უნდა გავიგოთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუ არა სწორედ იმდაგვარად, რომ საქართველომაც უნდა მიიღოს იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რაც ევროკავშირის ფარგლებშია მიღებული რუსეთთან დაკავშირებით. ნუ ახლა ეს არის ძალიან მარტივი ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის. და რა მინდა, როგორ მინდა ეს აგიხსნათ. ესე იგი, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. კანდიდატ ქვეყანას ევალება პირველ რიგში, რომ ისეთი კანონმდებლობა მიიღოს, რაც არის თანხმედრაში ევროპაში, ევროპულ ტრადიციებთან, პრინციპებთან თანამშრომლობის და ასე შემდეგ, ფასეულობებთან. ამასთან ერთად, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამის არის სინქრონიზაცია
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების დახში გადაწყვეტილებებთან, რაც 100% თანხმედრას ჩვენ არავინ არ ფთხოვს. მაგრამ ტენდენცია, ასე ვთქვათ, დინამიკა გადაწყვეტილებების უნდა იყოს იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენ ანგარიშს უწევთ იმ ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებს და ვცდილობთ, რომ მასთან თანხმედრაში მოვიყვანოთ ჩვენი პოლიტიკები. ეხლა შეიძლება იმის გამო, რომ ჩვენ ბუნებრივად დამოკიდებულები ვართ რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ გარკვეულწილად ეს მოქნილად გვემოქმედა, მაგრამ ძალიან დემონსტრაციულად გამოდის, ანუ რუსეთიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების დინამიკა, შესყიდვების, ეს ტურისტები, ფრენები და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფრენებთან დაკავშირებით ჩვენ შეგეძლო ფრენების ბერკეტი საიმისოდ გამოგვეყენებინა, რომ რუსეთის პირდაპირ ფრენები სოხუმში არ დაგვეშვა. და ეს ფრენები გააპროტესტა ევროკავშირმა და საქართველოს 1-2 სიტყვით დაგმო მხოლოდ ეს და რეალობაში ჩვენ გვაქვს დღეს ფრენები მოსკოვიდან და სხვა ქალაქებიდან სოხუმში, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის. მაგრამ ამასთან ერთად მე მინდა ვთქვა, რომ ვთქვათ, მივესალმო იმას, რომ ქართულმა ოცნებამ მაგალითად გუშინ მხარი დაუჭირა გაეროში გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მისი ტერიტორიული მთლიანობის და ასე შემდეგ. ეს 107 ქვეყანაში შევედით ჩვენ, რომელმაც მხარი დაუჭირა ამას, 12-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი და 51-მა თავი შეიკავა. სხვათა შორის ჩვენო მეზობლებმაც შეიკავეს თავი ჩვენი განსხვავებით. ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის იმის დადასტურება, რომ ხედვის და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნების შედეგად შეიძლება ისეთი მოქნილი საგარეო პოლიტიკა აწარმოო, რომ შენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებსაც გაუწიო ანგარიში, მაგრამ შენ ეკონომიკურ ინტერესებსაც არ ავნო. მაგრამ თუ ასე მთლიანად გადახრილი ხარ ერთ მხარეს და ევროპელების და ამერიკელების სანქციების საწინააღმდეგოდ პრაქტიკულად დემონსტრაციულად მოქმედებ, მაშინ შენ ამისთანა განცხადებებსაც უნდა მოусმინო. აი სანქციების საწინააღმდეგოდ დემონსტრაციულად მოქმედება კონკრეტულად რაში გამოიხატება, ეს გითხარით უფრო მეტი, ანუ გამარტოთ, გავშალოთ ეს თემა და აქვე კიდევ ერთი ბრალდება და მუდმივი ბრალდება საქართველოს მიმართ, რომ ის რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება და მართლაც მუდმივად არსებობს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ეჭვები, რომ აი რუსეთი გვიყენებს როგორც ხვრელს იმისთვის, რომ რაღაცა მოახდინოს სანქცირებული ტვირთების გატარება და ამის გამო მაყურებელს მინდა გავახსენო, რომ მოსკოვთან მიმართებაში ევროკავშირის მე-20 სასანქციო პაკეტში ყურების სპორტის დასანქცირებაც იყო მოთხოვნილი, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის გამო. ხო, აი თქვენი აზრით რამდენად სუფთაა საქართველო, როცა საქმე ეხება რუსული სანქცირებული ტვირთების გამოვლენა, ასე ვთქვათ, გადაზიდვას. იცით რა, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები, ამიტომ ეს ყველა სპეკულაციებად დარჩება, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყნოთ ფაქტებს და ფაქტები რაზე მეტყველებს? ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ შარშან ჩვენ მოვახდინეთ ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 1 მილიარდ 350 მილიონი დოლარის ოდენობით და ამ რაოდენობის 60% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე, 30% აზერბაიჯანზე და 10% დანარჩენ ქვეყნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი იმპორტი ნავთობის და ნავთობპროდუქტების რუსეთის ფედერაციიდან, რაც ეწინააღმდეგება ევროპის მიერ მიღებულ განცხადებულ და დამტკიცებულ პოლიტიკას რუსეთის ენერგორესურსებიდან დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. მეორე, ესე იგი, საერთოდ ავტომობილების ექსპორტი, ხო? რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი არა, პირველი ჩვენი საექსპორტო პოზიცია არის ავტომობილების ექსპორტი და პრინციპში ანუ სტატისტიკურად ხო, ჩვენი მთავარი ესე საექსპორტო ნაკადები ამ სასაქონლო პოზიციის არის ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგრამ სინამდვილეში ყველა მიცის, რომ ეს ავტომანქანები ილექება რუსეთის ბაზარზე. აბსოლუტურად გასაგებია ის, იმიტომ რომ რეალურად იმდენი ავტომანქანა
რო წასულიყო ყირგიზეთში, დღეს ყოველ ყირგიზულ ოჯახში იქნებოდა 2-3 მანქანა შეძენილი. იმდენი მანქანის იმპორტი გაფორმდა ყირგიზეთზე გამლილ 4-5 წლის პერიოდში, რაც ომი დაიწყო. ანუ ეს ორი ფაქტი მეტყველებს იმაზე და კარგად რომ გავაანალიზოთ ჩვენ ოფიციალური სტრუქტურა ჩვენი იმპორტის და ექსპორტის კიდევ ბევრ საეჭვო პოზიციას აღმოვაჩენთ, რომელიც იძლევა სერიოზული დაფიქრების. აი ამ მეჭვებზე და კითხვებზე ქართული ოცნების ლიდერების განმარტებები და ის ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელსაც თვითონ მმართველი პარტია აქვეყნებს, არ არის თქვენთვის დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი? არა, ნუ აი ამას მაგალითად იმ ორ კონკრეტულ ციფრებს, რომელიც მე დაგისახელებ, ამის უარყოფა არ შეიძლება. ამას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. და მაგალითად ავტომობილების ვაჭრობა ეს არ არის ჩვენ ანუ თავარი საიმპორტო წყარო ჩვენი არის ამერიკის შეერთებული შტატები, თავარი ექსპორტი როგორც არის ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის არც ამერიკა საქართველოს, არც საქართველოს ყირგიზეთის ვაჭრობა. ეს არის პრინციპში ჩვენი შუამავლობით ამერიკა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო ნაკადებიდან ნავთობპროდუქტებზე მოგახსენეთ. ეხლა არიან, ეხლა მე პრინციპში ამას სპეციალურად არ ვსწავლობდი, მაგრამ რამოდენიმე დაკვირვება მაქვს, რომ რაღაც ნაწილში, მაგალითად გამოთვლითი მანქანების ნაწილში არის რაღაც საეჭვო ციფრები, რომელიც იძლევა სერიოზული დაფიქრების საფუძველს და ეხლა ჩემზე გაცილებით უფრო სერიოზულად აანალიზებენ ამის თანამონაცემებს შესაბამისი ცენტრები ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს კითხვები არსებობს და ამ კითხვებს უნდა პასუხი. თუ არ უპასუხებელად, მაშინ იქნება სანქციები, მათ შორის ყულების სპორტის წინააღმდეგ. ბატონ ვალერა, კიდევ ერთი აუცილებლად უნდა კითხოთ ახალ ამბავზე, რომელიც ცხელია და სწორედ ახლა ხდება შეფასების საგანი, გულისხმობ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ძალიან არ მოსწონს ქართულ ოცნებას და ვიცით ისიც, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს იქნა წარდგენილი. აი რა შეიძლება ითქვას ამ ამბავზე, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონპროექტს, მეორე მხრივ თუ კი მსვლელობა მიეცემა ამ დოკუმენტს, მაშინ რაში შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდებოდეს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში შეგროვებული ინფორმაცია და თუ ამ ანგარიშის შინაარსი არ იქნება ისეთი, რაც თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოეწონება, აქ კიდევ ერთი კითხვა, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაში ოფიციალურ ვაშინგტონს. ხო, ნუ აქ რა უნდა გავითვალისწინოთ? გამლილი აი წლების მე ვფიქრობ ბოლო 10-14 წლის განმავლობაში მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა თუ მეშლება გამისწორეთ, რომ ჩვენ სპეციალურ სამსახურებს დაეპატიმრებინათ უცხო ჯაშუშები მოქმედი საქართველოს ტერიტორიაზე. ნუ რუსეთი იქნება ეს, ჩინეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ამისთანა მე არ მახსენდება არც ერთი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან კარგად მუშაობს და ყველა ჯაშუში, რომელიც აქ არის ჩვენ ტერიტორიაზე გადმობირებული ხავს და ასე ვთქვათ, აკონტროლებს მათ, ან მეორე, ისინი ისე თავისუფლად მოქმედებენ, რომ ასრულებენ თავის ფუნქციებს და შესაბამისად, ესე იგი არანაირი საფრთხე არ უფრო რომელი გონია და ამით რატომ ინტერესდება ამერიკის შეერთებული შტატები? მე რატომღაც უფრო მგონია მეორე. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ვთქვათ, ბოლო 12 წელიწადში ამისთან ტურბულენტურ სამყაროში, იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს აქ ამისთან გეოპოლიტიკური ლოკაცია, ხო, ჩვენ ტერიტორიაზე არ მოქმედებდნენ საერთაშორისო, საზღვარგარეთი სადაზვერვო ძალები. ეხლა შესაბამისად ეს ამერიკელებსაც აწუხებთ, მე ვფიქრობ პირველ რიგში ეს აწუხებთ ჩინეთთან მიმართებაში, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რუსეთთან თვითონ აგვარებენ რაღაცნაირად როგორც ჩანს საქმეებს, თუმცა რუსეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია აუცილებლად. შესაბამისად თუ ეს კანონი იქნება დამტკიცებული კონგრესში, შესაბამისი დავალებები მიეცემა სადაზვერვო სამსახურებს,
სხვათა შორის უნდა გავიხსენოთ, რომ ბატონი მამუკა მდინარეზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც სპეცსამსახურებს შორის რაღაც კომუნიკაციის არხები არსებობს და ამ კომუნიკაციის არხების გამოყენებით მომზადდება ის მოხსენება ამ კანონის მოთხოვნების თანახმად. ეხლა როგორი იქნება ეს მოხსენება იქნება დიდწილად იმაზეც დამოკიდებული, თუ როგორ ითანამშრომლებენ ამერიკელებთან ჩვენი სპეციალური სამსახურები და ეხლა მამუკა მდინარეძეს ვიზიტის გათვალისწინებით იმედია, რომ ეს კომუნიკაციის არხი, რომელიც ალბათ გაჩნდა, არ ჩაიჩეხება და პირიქით გაძლიერდება. და შესაბამისად შეიძლება ამანაც ჩაუყაროს საფუძველი რაღაც მეტ ურთიერთგაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუმცა ვფიქრობ, რომ აქ მაინც ორი საკვანძო სიტყვა ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის პატიმრები და კანონები. ამაზე ერთხელ ვისაუბრეთ. მადლობა ბატონ ვალერ იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. ვალერი ჩეჩელაშვილს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდდება, ასე რომ დაგვაუთხეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, პარტია თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი თამუნა გამყრელიძე შემოგვიერთდა. გამარჯობა თამუნა და მადლობა რომ გვესწრაფეთ. თამუნა, ბრიტანეთის მერორი ქართული ტელეკომპანიის იმედის და პოსტივის დასანქცირება არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომ ჩვენი ინტერვიუც გავხსნათ ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილების და ამავე დროს ქართული მხარის პირველი საპასუხო ნაბიჯის შეფასებით. იცით, რომ ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გარეთ უორდი დღეს უნდა მივიდეს. შესაბამისად, ვისაუბროთ მთელ სამ პერიპეტიებზე. როგორ უნდა შეფასდეს საგარეო უწყებაში ბრიტანელი დიპლომატის გამოძახება, ეს რამდენად შეიძლება იყოს ოფიციალური ლონდონისთვის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მკაფიო პოლიტიკური მესიჯი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას მარტივად არ შეეგუება და მეორე მხრივ, რამდენად ქონდა ბრიტანეთს იმედის და პოზიტივის დასანქცირების საფუძველი, იმიტომ რომ შესაბამის მტკიცებულებებს ვერ ხედავენ თავად ქართულ ოცნებაში. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, სანქციები არ დაკარგავს აქტუალობას, იმიტომ რომ ამ სანქციებით იმედისა და პოზიტივის გაქრობით, ასე ვთქვათ, სატელევიზიო სივრციდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი საყრდენი გამოეცვალა ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ეს მხოლოდ დასაწყისია. ანუ ჩვენ კიდევ უნდა ველოდოთ შესაბამის სანქციებს და მხოლოდ თუ კიდევ უფრო გამკაცრდება ქართული ოცნების მიმართ და გამრავლდება, ასე ვთქვათ, სანქციები, სწორედ ესეთი მიზნობრივი, რაზეც დგას მათი ძალაუფლება. რაც შეეხება ელჩების დაბარებას, გარდა ბრიტანეთის ელჩისა, ასევე ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიბარეს ესტონეთის ელჩი, იმის გამო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გააკეთეს მხარდაჭერის განცხადება. ეს არის სრულად უგონო პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ქვეყანას აზარალებს, მაგრამ ეს მათ არ აინტერესებს, თავისთავად ცხადია, მაგრამ ასევე მათაც აზარალებს. ანუ არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება. ესენი არიან, ქართული ოცნება არის, რა უწოდა, კოლექტიური ჯაყოები, რომელმაც ხელში ჩაიგდეს ეს ძალაუფლება და მათ არ ეკუთვნით ის ადგილები, სადაც არიან. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც აბრახუნებენ მაგიდაზე ხელს და გაიძახიან, რომ ასე იცის ჯაყობანო. ანუ ესე უგონოდ აწვევიან მაინც თავიანთ ამ გაუგებარ პოლიტიკას. აგერ 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან და როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ვნახეთ, რაც ვიცით, რა შეეწირა თავის დროზე და ვინც კი შეეწინააღმდეგება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, თუ იქნება ელჩი, თუ ნებისმიერ ვინც კი შეეწინააღმდეგება ამ თავიანთ უგონო მიზნებს, ყველას ცდილობენ, რომ ვერ დახურებენ, მაგრამ დისკრედიტაცია გაუკეთონ და ყველას ცდილობენ, რომ ძალით გააკეთებინონ მათი ლეგიტიმაცია და აღიარება.
თამნა, აი თქვენ გაქვთ მოლოდინი, ისაუბრეთ ამის თაობაზე, რომ ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ დასაწყისი იმედის და პოზიტივის დასანქციერება და რომ სანქციების თვალსაზრისით გაგრძელებას უნდა ველოდოთ. აი თქვენივე აზრით ვისთან შეიძლება მივიდეს ეს სანქციები, იმიტომ რომ ერთია ხა იმედის და პოზიტივის, ანუ კონკრეტული მედია საშუალებების დასანქციერება, მეორეა მივა თუ არა სანქციები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ეს სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილმა დასვა 2 დღის წინ შესაბამისი კითხვა, მისთვის გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არა ადებენ სანქციებს. აი რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ ევროპიდან უშუალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიმართებაში ფინანსური სანქციები არ ჩანს. ბატონო, ეს სანქციები, როგორც ვიცით, არის ხანგრძლივი პროცესი, არის რთული პროცესი, შესაბამისად, მან იმდენი დეტალია გასათვალისწინებელი და იმდენად რთული ამაზე მოლაპარაკება, რომ თავისთავად ცხადია, რომ შეიძლება ჩვენ გვეჩვენებოდეს, რომ არასათანადოდ ტარდება გარკვეული სანქციები. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ვინც ვართ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილი, ჩვენ მაქსიმალური ლობირება გავაკეთოთ ამისა, რომ რაც შეიძლება მეტი სანქცია გატარდეს მათ შორის კონკრეტული პირებისადმი. თუმცა ამავდროულად ხედავთ, აი იგივე კონგრესში ახლა მაგალითად კანონპროექტი რო შევიდა ამერიკის კონგრესში, ჯაშუშობასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მივა ისევ და ისევ სანქციებამდე. ანუ ამ ქვეყნების ევროპის ქვეყნები იქნება თუ ამერიკა იქნება, ანუ ძირითადი მექანიზმი ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ მაინც რჩება, ანუ მაინც სანქციებია. და ნებისმიერი იქამდე გადადგმული ნაბიჯი, აი როგორც გუშინ შევიდა ეს კანონპროექტი კონგრესში, არის წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნას დოკუმენტაცია და დადასტურდეს საჭიროება იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია გატარდეს. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ამას წყალი არ გავყავს საერთოდ. აი კონგრესში შესულ კანონპროექტს ჩვენ ისევ დაუბრუნდებით, იქამდე სანქციებთან დაკავშირებული საკითხი მინდა ამოვწუროთ და კიდევ რამდენიმე კითხვა დავსვათ მოკლედ აი იმედის და პოზიტივის დასანქციერების კონტექსტში და მოდით ახლა ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებასაც გადავხედოთ, იმიტომ რომ შეფასების საგანი ხდება ის რისკენაც თურნავა მოუწოდებს ბანკებს. კერძოდ კი ის ამბობს, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. აი თურნავას ეს პოზიცია ფასდება როგორც ბანკებისადმი მოწოდება უარი თქვან ბრიტანული სანქციების აღსრულებაზე. ხა ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ქართული ოცნება, რაზეა წამსვლელი და რისი გამკეთებელია მათ შორის ეროვნული ბანკი, როცა ვთქვათ საქმე ეხება სანქციებისგან თავისიანის გადარჩენას, ხო და ეს რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მაგალითს. აი ახლა რისი გამკეთებელია თქვენი აზრით ხელისუფლება, როცა უკვე საქმე ეხება სანქციებისგან იმედის და პოზიტივის მათთვის ორი მნიშვნელოვანი ტელეკომპანიის გადარჩენას და დახსნას. ანუ ქართული ოცნება არის ჭაობი, ბიძინა ივანიშვილი არის ჭაობი, ნათია თურნავა და ირაკლი კოყბახიძე არიან ჭაობი. ვინც კი შემხებლობაში მოვა მათთან, ჩაძირავს. და მათ ეს არ აინტერესებთ. ანუ ეს თუ აზიანებს მაგალითად ქვეყნის და ამ ორგანიზაციების და ინსტიტუტების მათ თუ აზიანებს, ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ გააკეთეს, ანუ რაღაც ხავს ეჭიდებიან, ცდილობენ რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინონ და მათი ძირითადი საყრდენი, როგორც თქვით, ეს ტელევიზიები, ანუ პოზიტივი და იმედი გადაარჩინონ, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ ვიცით, ახლა ვნახავთ როგორ რას მოიმოქმედებენ ჩვენი ბანკები. ხო, ეს სხვა შორის საინტერესო კითხვა, რა შეიძლება იყოს თვითონ ქართული ბანკების პასუხი. განსაკუთრებით წამყვან და ყველაზე მსხვილ ბანკებს გულისხმობ, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან წარმოდგენილი. რამდენად უშვებთ, აი პირადად თქვენ, რომ შეიძლება აი ეს მსხვილი ბანკები რისკზე წავიდნენ და მოხდეს ის, რასაც რისკენაც მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოუწოდა. აი, გუშინ გავიდა მე მგონი ფორმულაზე ძველი ინტერვიუ ირაკლი რუხაძესთან, სადაც ზუსტად ამაზე საუბრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაწესდა სანქციები, რამდენად ძიმედ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ბანკები და სწორედ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის იქნება მერე ჭიდილი და თავადვე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ბანკები ანუ იმისათვის, რომ თვითონ თავად ბანკები გადარჩნენ, მოუწევთ, რომ გაემიჯნონ. ანუ თავადვე ხვდებიან ამას.
და ხედავთ რომ აგერ ირაკლი რუხაძე დგას თავის პარტნიორებთან ერთად საჯარო რეესტრის რიგში ცდილობს რომ არის გამომწერეთ იმიდან საბჭოთა სიიდან აი სწორედ ესე როგორც ნახეთ როგორც არ მოელოდა დაკმაყოფილდა კიდეც როგორც წუხელო გავრცელდა ინფორმაცია საჯარო რეესტრის მხრიდან იმედის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით 4 წევრის გაწყვეტილება, რომელთა შორის არის სწორედ ირაკლი რუხაძე. ირაკლი რუხაძე რადგან ახსენეთ, ერთ კითხვას მასთან მიმართებაშიც დაგისვავთ. კიდევ უფრო გააქტიურდა და კიდევ ერთხელ გააქტიურდა კითხვა, რატომ წავიდა პერსონალურად ირაკლი რუხაძე. აი თქვენთვის რა გახდა უფრო მკაფიო და ნათელი მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის გაწყვეტილება მოვისმინეთ იმედის დასანქცირებასთან დაკავშირებით. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ კითხვას რატომ წავიდა რუხაძე, აი სწორედ დიდი ბრიტანეთის სანქციებმა გასცა პასუხი. თქვენთვისაც ეს თემა უფრო გასაგები გახდა? რა თქმა უნდა, ლოგიკურად ასე გამოდის, ახლა დანამდვილებით ვერ იტყვი, მაგრამ ლოგიკურად ესე არის, რომ ანუ უკვე ნახა ინფორმაცია მივიდა და ისედაც ხედავს ახლა ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი, როგორც თქვით, არის ჭაობი, ანუ ჩაძირვის პირას არის და რა თქმა უნდა, მას უნდა რომ თავი გადაირჩინოს. თავისთავად ცხადია ნებისმიერი ოდნავ გონიერი ადამიანი, თუნდაც ის იყოს დანაშაულის ჩამდენი, მაგრამ ის ხვდება, რომ ახლა თავი უნდა გადაირჩინოს და გაემიჯნოს. შესაბამისად, სრულად ლოგიკურია ახლა მისი მხრიდან რატო დგამს ამ ნაბიჯებს. როგორც თუმცა თავადვე თავის ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციები არ შეგვეხება, აი როგორც ეგრე აცხადებს და აღმოჩნდა საჯარო რეესტრის რიგში, აი ესე, აი დღეს ხო აცხადებენ ქართული ოცნების და ირაკლი წევრები და ირაკლი კოლბახიძე, რომ მათ გადაურჩებიან ამ ყველაფერს. აი ასე ვნახავთ ზუსტად ჩამწკრივებულს რიგში საზღვართან გასაქცევად რო ექნებათ ქვეყნიდან საქმე. ვერავინ ვერ გადაურჩება. ანუ ცდილობენ რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად მოაქციონ იზოლაციაში და ცდილობენ ფიქრობენ იმას, რომ რამე რესურსი არსებობს იმისა, რომ სხვა ქვეყნების გადამტერებით რაღაცნაირად ეს ქვეყანა მაინც ფეხზე იდგეს და გადარჩეს და ეგეთი რამე არ არსებობს. არ არსებობს შენ დიდი ბრიტანეთის სანქციებს ესე შეეწინააღმდეგება. თამნა, რამდენიმე წუთი დავუთმოთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე საქართველოს შესახებ გუშინ გამართულ მოსმენასაც, იცით რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რიგით მეორე ანგარიში იქნა წარდგენილი, რომელიც იყო მწვავე შეფასებებით სავსე, თუმცა ქართული ოცნების რეაქცია ახლაც არის იგივე, რაც აქამდე ჰქონდა მსგავსი ტიპის ანგარიშებსა თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებაში. ამუნარიდი მაგალითად შალო პაპუაშვილის განცხადებიდან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ფაშისტური განცხადებები აქვს გაკეთებული, იგულისხმება რასტა იუკნევიჩიანი, რომელიც საქართველოს საკითხის მოხსენებელი იყო, ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები კი დაიხევა და გადაიყებაო, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. აი თქვენი აზრით რა მოსდის ესეთ მწვავე შინაარსის ანგარიშებს და საერთაშორისო დოკუმენტებს მართლ პარტიაში. მართლა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დოკუმენტებს ხევენ და პირდაპირ ნაგავში ყრიან თუ ჩანს რომ კითხულობენ და მეტიც ქართულ ოცნებაში ერთგვარად იზრდება ნერვიულობის ხარისხი. ხო, ევროკავშირის მხრიდან ხო ნებისმიერი ანგარიში ევროპარლამენტის წინაშე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ანგარიში აწი იქნება მხოლოდ კრიტიკული და საქართველოს უკუსლოზე ორიენტირებული. ეგ სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, ისიც არ არის სიახლე, რომ ამათი შეფასებაა, რომ რაღაცნაირად ეს არაფრად წარმოაჩინონ. ეს ყველაფერი არის მტკიცებულება. ანუ მათ ხომ მოუწევთ სადღაც ცხოვრება გავადრო და ისინი ბოლომდე დაკარგავენ ამ ლეგიტიმაციას და დაკარგავენ ამ ძალაუფლებას და ამ რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცებულებებია. ანუ სწორედ ამას ემსახურება ეს დოკუმენტები. გარდა ამისა, ემსახურება იმას, რომ დამატებით რაღაცა მექანიზმები ამოქმედდეს მათ წინააღმდეგ. ეს იქნება სანქცია, იქნება თუ აგერ მოსკოვის ნებისმიერი მექანიზმი, რომ ამოქმედდეს მათ წინააღმდეგ, აი ამას ემსახურება და რომ არ დაიკარგოს მათი ქმედებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა მათი მხრიდან ყოველთვის ესეთი განცხადებები კეთდება, რომ ეს არაფერი არ არის, ფაშისტები არიან, ასე შემდეგ. ვინ არიან ფაშისტები? ანუ ევროკავშირში ვნახეთ, რამდენიმე ერთი კვირის წინ მაგალითად კაია კალასმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ. ანუ ვინც ლობირებს და მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნიდან გავიდეს რუსული ჯარი და ჩვენთან დასრულდეს ოკუპაცია, იმათ ვეძახით ფაშისტებს?
ეს ხო პირდაპირ არ ვიცი ღალატი კიდე რა დავარქვათ ეს ხო ანტიეროვნული განცხადებებია ხო სრულიად როგორ შეიძლება იმათ უწოდო ფაშისტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ვინც ამას მოითხოვს რომ რუსული კარები ჯარები გავიდნენ თამნა რამდენიმე წუთი დაგვჭა და ბოლოს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენ კანონ პროექტსაც შევეხოთ რასაც თქვენ გარკვეულწილად უკვე შეეხეთ კიდეც თუმცა ერთი კითხვის დასმა მაინც მინდა აქცენტირებულად ამ თემაზეც მოვასწრო საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს კანონპროექტი რომელიც წარადგინა ჯო უილსონმა რა შეიძლება შეცვალოს ამ ანგარიშმა როდესაც ის დაიდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში და რა ვიცი ახალ პროცესებს რამდენად შეიძლება ამ ანგარიშით დაედოს საფუძველი თუ კი რა თქმა უნდა ხმამაღალი არ არის დღეს ამ კითხვის დასმა საქართველო იყო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი რაც გულისხმობდა იმას რომ რეგიონში მისთვის უნდა ყოფილიყო სანდო პარტნიორი და რაც გულისხმობდა რომ მისი პოლიტიკა უნდა გაეტარებინა ისეთი სახით იგივე სადაზვერვო იქნებოდა თუ უსაფრთხოების პოლიტიკა რომელიც თანხვედრაში იყო ამერიკის ინტერესებთან ახლა რასაც ხედავთ ამ ყველაფერ სანქციები ანუ საქართველოს მთლიანად გადავიდა ჩინურ ირანულ რუსულ ღერძზე ასე ვთქვათ თავისთავად ცხადია რომ ახლა ჩვენს ასე ყოფილ მოკავშირე ქვეყანას გაუჩნდება ის ეჭვი რომ ჩვენთან არ მუშაობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სადაზვერვო სამსახური როდესაც გვახსოვს ბოლოს რომ ჩვენთან რომელიმე ჯაშუში დაეჭირათ როდესაც ამ ხელა მიგრაცია იყო მაგალითად რუსეთის მხრიდან ომი რო დაიწყო ანუ დავიჯეროთ რომ არავინ არ არის ახლა ჩვენ ან იმდენად კარგად უნდა მუშაობდეს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ან უბრალოდ არ მუშაობს და ამ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას რომ თავიანთი ეს საქმიანობა განახორციელონ. ახლა თავისთავად ცხადია რომ ამერიკას ამაზე გაუჩნდება ეჭვი და სრულიად ლეგიტიმური ეჭვია და ჩვენს ინტერესებში შედის რა თქმა უნდა რომ ამისი გამოძიება მოხდეს, ამისი დოკუმენტირება მოხდეს და ჩვენც ვიცოდეთ დანამდვილებით, ხალხმაც იცოდეს დანამდვილებით რომ ეს ადამიანები რას სახის დანაშაულებს უწყობენ ხელს, აფარებენ ხელს და ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს, რომელიც საბოლოო ჯამში იქ არ უნდა მივყავართ, რომ რუსულ ორბიტაზე მთლიანად გვაბრუნოთ. მადლობა თამნა სტუმრობისთვის. თქვენი დროის და კითხვებზე პასუხისთვის თამნა გამყრელიძეს, რომელიც წარმოადგენს პარტიას თავისუფლების მოედანი დაუმშვიდობებით. დღის ნეუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფლ სტუდიაშიც შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით.